ფოთის პორტის ნავთობტერმინალი ერთ-ერთი ობიექტია, რომელიც რუსულ როსნეფტსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის პეტროკას ენერჯი გრუპს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის საკუთრება ხდება. თუმცა ის, რასაც როსნეფტი ყიდულობს, სადავო ქონებაა. მისი მენეჯმენტის ცვლილება ყოფილი ხელისუფლების დროს კიდევ ერთ სტარტნეულ ბიზნესს უკავშირდება. ამ საკითხზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში ისაუბრა. ფოთის პორტში ეს ბიზნესი ეკუთვნოდა თამაზ ნიჟარაძეს. ამ ადამიანმა 1991 წელს იქ ტერიტორია შეიძინა და არსა კომპანია ააშენა ტერმინალი და თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებდა საქმეს. 2010 წელს დაუძახა დავით ქეზერაშვილმა. შეუსია ფინანსური პოლიცია და ნიჟარაძე აიზულეს მთელი ქონება გადაეფორმებინა ქეზერაშვილის კომპანიების სახელზე. როსნეფტმა პეტროკასის აქციების 59% იყიდა. რუსული კომპანიის მფლობელობაში გაუქმის ბენზინგასამართი სადგურების ნაწილიც გადავიდა. პეტროკას ენერჯი გრუპში აცხადებენ, რომ საკონტროლო პაკეტი კვლავ ქართულ მხარეს რჩება და ყოფილი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებთან კავშირს უარყოფენ. კომპანიაში ამბობენ, რომ როსნეფტთან გაფორმებული ხელშეკრულება ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შემდეგ რაც ბატონმა დავით ქეზერაშვილმა გაყიდა საკონტროლო პაკეტი ბატონ დავით იაკობაშვილზე, არანაირი კავშირი ამ კომპანიების ჯგუფს არ აქვს ძველი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან ან ბატონ დავით ქეზერაშვილთან. ჯგუფის განვითარება მოხდება უფრო სწრაფად, ალბათ განხორციელდება მეტი ინვესტიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის შემოსვლას ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს უკავშირებს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პეტროკასის აქტივების გასხვისება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. არაერთი რუსული ინვესტიცია შემოვიდა სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში. დღეს ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალი წარმოდგენილია როგორც საბანკო სფეროში, ისე მრეწველობის სფეროში. ჩვენ მინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკას თუ შეფასებებს, ასე ვთქვათ, თითქოს ხდება დღეს დაიწყო რუსეთისთვის საქართველოს მიყიდვის პროცესი. თავად ნაციონალური მოძრაობის ბრალდებების მთავარი ადრესატი კი საქართველოს ხელისუფლებაა. ყოფილ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის საქართველოში შემოსვლა მთავრობას არ უნდა დაეშვა. კომპანია, რომელსაც დასავლეთის მხრიდან დაწესებული აქვს სანქციები, თუ ჩვენ უნდა ვიყოთ ცივილიზაციის საყაროს მხარეს, საქართველოს უნდა იყოს შეერთებული ამ სანქციებს. რუსეთის კომპანია, რომელიც აღწევს საქართველოს კანონს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, ის აწარმოებს ნავთობმოპოვების სამუშაოებს აფხაზეთის საკვირველში, რაც არის პირდაპირ ჩვენი კანონმდებლობის, რაც ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ კომპანიის მიმართ გამოიყენოს განაყოფი სანქციები. როსნეფტსა და პეტროკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივი კომპანიის შექმნაც იგეგმება. რა თანხად შეეძინა როსნეფტმა პეტროკას ენერჯი გრუპის აქციების 59% არ კონკრეტდება.